აი იმ პერიოდის თბილისში თქვა თუ ცხოვრობდი, რაღაცა ეტაპზე ნანი სუხიშვილი უნდა ყვარებოდა. ბევრი ეროვნების ადამიანთან მქონია ურთიერთობა, კორეელები, ჩინელები, მონღოლები. ნუ კოლექციონერი ყოფილა შენ ესე იგი. შენ ეხლა გეზგამრავლებას აპირებ? რო დეპრესიული მომენტები დამოწ. ეგ არის სიყვარული, მაგას გეკითხებოდი და დახვედე, მასე ვირუსზე მელაპარაკები ერთ საათია. ახს ქურქი აქ შიშველტანზე ამ ქალს და გაიხსნა ეს ისა. ეს რაღაც ისეთი გამომივიდა, ეს გაგვირი, ეს ქალებში რო დაყავდა. ფულს რო ვხდით. შეიძლება არ არის ხა ეს ჩვენი თემა, მაგრამ 3 და 4 თუ ერო ხარ წასული 24 წლის ბიჭი ხო, ეხლა ეგ ხო. ქართველებს ეძებდა და აუ, როგორი ტრაგიკული რაღაცა ხია ხა რა. ეფრემ მეორე მაგალითად ჩვენი პატრიარქი ყავდა ცეცხლ ბარეშად. აუ, რა საოცრება რა. აი ნოველაა ეხა რაც მე რას თქვი ეხა რა. ბათუმში ჩამოვარდა 2 ბომბი აი გადარჩენდი ხა შებაბოშენ ზარდაგაციეს. სანიტრატ და მამუშავებს რეანიმაციაში. ხო. არ გაგიჭირდა? აბსოლუტურად. მერე გაირკვა რომ კაქტუსი იყო თურმე ოქროსტუბნიანები. კაქტუსები უნდა იყავდეთ თქვენ ესე. ერთხელ მივყავდით ავღანეთში და მეორედ ჩერნობილში. ეს შევარნაძის დროა. ერთ-ერთი კაცი ჩემი ნებით ვინც წავიდა იქიდან. და აი ეს ტიპი მერე გახდა მთავარი კონსტრუქტორი იმაში უკრაინაში, აი ეს მრია რო არის. ის რო არ კითხო ახლა რომ იუთუბერი რანაირად გახდი? ძალიან ბევრი შემრაცხავს შეიძლება ჩემი არხი. გამოწერა გააუქმოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება წამოჭრა. არ ვსავწევ ჩვენ.